თავი პირველი. წინა ისტორია. ამ წიგნს შეახწერილი ხალხი და ამბები იმ სამყაროს მიეკუთვნებიან, რომელსაც ოდესღაც ახლო აღმოსავლეთს ვუწოდებდით და ჩვენს დროში ბევრი აღარავინ სტუმრობს. ქალაქები იქ მჭიდროდაა დასახლებული, მაგრამ გზები და სარკინიგზო ხაზები მხოლოდ საერთაშორისო გადაზიდვებისთვის გამოიყენება. მდინარეები კი მდორედ და უხმაუროდ მიედინება ზღვისაკენ. საზღვრების ბევრი მონაკვეთი დაკეტილია. სოფლადაც ისევ მიედინება ცხოვრება ამ უძველეს მიწაზე, როგორც ათასობით წლის წინათ. წყემსები ცხვრის და თხის ფარებს მწყემსავენ. გლეხებს ნაყოფიერ მიწაზე მოსავალი მოჰყავთ. აქლემებს კი სამხრეთის უდაბნოებში თავის გასატანად და სამგზავროდ იყენებენ. თუმცა ადამიანისა და პირუტყვის გადაადგილებას ერთი ელემენტი აკლია. უხსოვარი დროიდან რომ ახასიათებდა აქაურობას. ვაჭრების, მიგრანტების, მომლოცველებისა და მქადაგებლების მიმოსვლა. რაც ჩვეულებრივი რამ იყო ტრადიციულ საგზაო მარშრუტებზე, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის აუზს ალეპოს აღმოსავლეთით გადაშლილ სამყაროსთან აკავშირებდა. სანამ თანამედროვე ტექნოლოგიები უდაბნოებზე საჰაერო მარშრუტებისა თუ სამანქანო გზების გაყვანას გააადვილებდა, მოგზაურებს იმ მიმართულებებით უხდებოდათ მგზავრობა, რომელთა მიმდებარედ წყალი და საძოვრები ეგულებოდათ. თანაც მათ სიახლოვეს მოსახლე ტომებისაგან მაქსიმალურად იქნებოდნენ დაცულნი. იმ დროს სამი ისტორიული გზა აკავშირებდა ლევანტს მესოპოტამიასთან. ეს კეთილხმოვანი სახელი ერახს ბერძნებმა უწოდეს. უდაბნოს დიდი გზა. ამ სამთაგან ყველაზე სწორი ევფრატის სამხრეთი ტერიტორიებიდან ბასრამდე ტაფობებს მიუყვებოდა. მაგრამ დაპირისპირებული ტომების ქიშპის გამო არც მთლად უსაფრთხო იყო. უდაბნოს მცირე გზა ევფრატიდან ბაღდადამდე ზღვის დონეს არ სცდებოდა. მისი დამაბოლოებელი ნაწილი სახმელეთო იყო. მდინარე წლის უმეტეს დროს სანავიგაციო ფუნქციას ინარჩუნებდა. თუმცა ყველაზე სასურველი გზა ალეპოდან მოსულამდე იყო, იქიდან კი ტიგროსის დაბლობამდე. მოსულთან მოგზაურებს არჩევანი ეძლეოდათ. ოჯახის წევრები თუ საქონელი ქელექებით, ცხვრის ტყავით შეკრული ტივებით გადაეყვანათ ბაღდადამდე, უფრო სწრაფი, მაგრამ უსაფრთხო დინების გაყოლით. ან პონტონური ხიდებით ემგზავრათ მოსულამდე, ძველი სამეფო გზის მარშრუტით, რომელიც ბაღდადამდე ერბილისა და კირკუკის გავლით მიემართებოდა. ქარავნებს, რომლებიც თანამედროვე ავტოტრანსპორტის კოლონას წააგავდა, გავლენიანი ვაჭრები უწევდნენ ორგანიზებას დროის გარკვეული შუალედებით, ზაფხულის უახლესი თვეების გარდა. სხვა ვაჭრებს, მსხვილფეხა საქონლით მოვაჭრეებსა და ჩვეულებრივ მოგზაურებსაც შეეძლოთ მათ გაჰყოლოდნენ და იმ ხარჯის მოზიარენი გამხდარიყვნენ შეიარაღებულ გამცილებელთა დაქირავებას რომ სჭირდებოდა და გზად გასავლელი საძოვრების მეპატრონე ტომებისათვის რომ იყო გადასახდელი. საპალნეებით დატვირთული აქლემების ჩვეულებრივი ქარავანი, რომელსაც ათასობით ცხენი, ცხვარი თუ თხა მიჰყვებოდა, ალეპოდან მოსულამდე 400 მილის გავლას 30-40 დღე უნდებოდა. ალეპოს ელ-ჰადიდის კარიბჭიდან ეს გზა 50 მილის მანძილზე ისეთ მიწებზე გადის, ფუტკრის გასავით მჭიდროდ რომ არის დასახლებული, იქამდე სადაც ევფრატის დინება მიმართულებას იცვლის და სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ანატოლიის მთებიდან იმ არეალამდე მიედინება, ხმელთაშუა ზღვას სულ რაღაც 120 მილი რომ აშორებს. ანატოლიის კანიონების მონაკვეთში მდინარის გადალახვა ბირეჩიკთან, ჯარა-ბულუსთან ბაღდადის სარკინიგზო ხიდი და მასქანამდე მდებარე სხვა ადგილებშია შესაძლებელი, რომელიც ახლა თაბქას კაშხლის საგუბარი ტბითაა დაფარული. ამ მიდამოებიდან მოყოლებული მდინარე სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ უხვევს. უდაბნო ადგილებში მიედინება და ერაყის დაბლობამდე ასე გრძელდება. იქ კი ფინიკის პალმების ჭალებს შორის ნაბუქოდონოსორისა და უფრო გვიანდელი მეფეების მმართველობისას გაჭრილი არხების სიახლოვეს ევფრატი მშვიდდება და მდორედ მიედინება. რათა ბაბილონის, ურუქისა და ურუს ნანგრევების გასწვრივ ქურნასთან იქ, სადაც ტრადიციას ედემის ბაღი ეგულებოდა, ტიგროს შეერწყას.
ასე შეერთებული მდინარეები ბასრას გასწვრივ კალაპოტით ბოლოს ფაოსთან სრუტეში ჩაედინება. ევფრატს რომ გადაკვეთს, საქარავნო გზა ანატოლიის დაბლობიდან მთების ძირს მიუყვება ურფისაკენ, რომელიც ერთ დროს ედესას ან სხვაგვარად კალიროეს სახელით იყო ცნობილი და მშვენიერ წყაროთა ქალაქად იხსენიებოდა. ურფიდან მდინარე ბალიქი თევზით ძალზედ მდიდარი. ევფრატის სამხრეთი ტერიტორიებისაკენ მიედინება. გზად ჰარანს ჩაულის, სადაც ურიდან წამოსული აბრაამ მამამთავარი რამდენიმე წელს დარჩენილა თავის ფარასთან ერთად, სანამ მელქისედეკის სამყოფელისაკენ პალესტინაში, შემდეგ კი უფრო შორი მიწების ეგვიპტისა და არაბეთისაკენ დაიძვრებოდა. 1911 წლის ივლისში ბრიტანელ არქეოლოგ თომას ედვარდ ლოურენს 13 დღე დასჭირდა ჰარანიდან ჯარაბულისამდე ფეხით რომ ჩასულიყო. ურფის მიდამოებში ორი გზა ყოფილა ასარჩევად. აქლემიანი ქარავნები მდინარე ხაბურის აუზს გაუყვებოდნენ ხოლმე, მარდინის ქვემოთაველის გავლით. პირუტყვი, ჩვეულებრივ, სხვა ძველი გზით გადაჰყავდათ ურფიდან. ვულკანური ყარაჩადაღის მთების გავლით მიემართებოდა გალავნიან ქალაქ დიარბაქირისაკენ, რომელიც ტიგროსის მარჯვენა სანაპიროზეა გაშენებული. ამ მარშრუტის გასაგრძელებლად დიარბაქირის ქვემოთ ტიგროსი იყო გადასალახი. მისი ორი განშტოება აღმოსავლეთისაკენ მიიწევდა, შემდეგ ჩრდილოეთისაკენ, ხეობის გავლით ქალაქ ბითლისამდე, რომელიც სტრატეგიულად ერთობ ხელსაყრელად იყო მთაზე განფენილი. ბითლისს რომ ჩაივლიდნენ, გზა ვანის ტბის სამხრეთ ნაპირამდე მიდიოდა და ქალაქ ვანისაკენ გრძელდებოდა. შემდეგ კი აღმოსავლეთით, სპარსეთისა და თურქესტანისაკენ. დიარბაქირის ქვემოთ ტიგროს, რომლის სახელწოდება ძველსპარსული ისრიდან მომდინარეობს, სისწრაფე ემატება. გარს კლდოვანი ნაპირები აკრავს, რომლებიც მას თითქოს და მთებში გზას უჩარხავენ მესოპოტამიის დაბლობისაკენ. მოგზაურებს, რომლებიც დიარბაქირიდან გზის გასაგრძელებლად ბორანს, ქელეკს არჩევენ, ურჩევდი სიფრთხილით მოეკიდონ შვერილებს იმ ადგილებში, სადაც მდინარე უხვევს და ბობოქრობს კლდოვან ფერდობებს შორის. ხოლო მგზავრები, თითქოს მორევი ასე ჩაცხრება და დამშვიდდება, წყალში ფულის მონეტებს ყრიან. მდინარე მართლაც მშვიდდება ქალაქ ჯაზირა იბნ ომართან, ახლა ჯიზრე. თუმცა ზოგ ვაჭარს დიარბაქირიდან სამხრეთისაკენ უფრო იოლი მარშრუტით ურჩევნია მგზავრობა. ეს გზა ძველ ციხე-ქალაქ მარდინამდე მიდის, რომელიც მესოპოტამიის ნაყოფიერ ველებს გადახურებს. უღრუბლო დღეს მარდინიდან ჰორიზონტზე მკაფიოდ მოჩანს სამხრეთისაკენ მიმართული დატოტვილი ქედი. ჯებელ სინჯარი. სინჯარის მთები 60 მილზეა გადაჭიმული. მისი უმაღლესი მწვერვალი, ზამთრობით მუდამ დათოვლილი, 4914 ფუტის სიმაღლეზე მდებარეობს და ეს ქედი უდაბნოში პეიზაჟიდან გამოცალკევებულ პლატოდ მოჩანს, რომელიც გერმანელ მნახველს ალბათ ჩრდილოეთის ზღვასთან აღმართულ ჰელგოლანდის სპიტალო კლდეებს მოაგონებს. ჯებელ სინჯარის ციცაბო ჩრდილოეთი ფერდობი მცირე ხეობებითაა დაღარული. მანანით მდიდარი მუხნარითა და ტერასული ბაღებითაა დაფარული, სადაც ლეღვის და ბროწეულის ხეები და ვაზი ხარობს. სამხრეთით, ველების გაყოლებაზე, ბელედ სინჯარის ოლქის მთავარი ქალაქის გასწვრივ დაბლობამდე, მთების მკაფიო მოყვანილობები მოჩანს. სინჯარის წყალი მიწისქვეშა არხების მეშვეობით ოდესღაც ფინიკის პალმების, ფორთოხლისა და ლიმონის ჭალებს რწყავდა. შემდეგ კი თართარში ჩაედინებოდა. მესოპოტამიის დაკარგულ მდინარეში, მაგრამ ჯებელ სინჯარის სამხრეთი ველი ცხუნვარე უდაბნო იყო. აქ წყაროს წყალი უმალ ორთქლდებოდა ან ქრებოდა. დღეს თართარი წყლის საგუბარია მხოლოდ, რომლის წყალი სუსტ ნაკადად ჩამოუდის უდაბნოს ქალაქ ჰათრას და ბაღდადის აღმოსავლეთით მიწაში ქრება. ამას წინათ კი ხელოვნურ ტბად აქციეს, რომელსაც ტიგროსის ნაჭარბევი წყალი ასულდგმულებს. მარდინის საყუდლიდან გამოსვლისას საქარავნო გზა დარას და ნასიბინის, იგივე ნასიბის ციხესიმაგრეთა ნანგრევებს უქცევს გვერდს, რათა ევფრატსა და ტიგროს შუა უსიცოცხლო, მარილიანი წყალგამყოფი გადაკვეთოს. ანატოლიის მთიანეთსა და ჯებელ სინჯარს შორის კი ალეპოდან მომავალი ამ გრძელი გზის ყველაზე რთული მონაკვეთია მოქცეული.
მტვრის ქარბორბალებისა და სამხრეთის გავარვარებული ქარების გამო, რომლებიც გაუწყლოებას იწვევს და უტყუარი სიკვდილის მიზეზადაც შეიძლება იქცეს. ქალაქი მოსული ბელეთ სინჯარიდან აღმოსავლეთით 80 მილის დაშორებით მდებარეობს ტიგროსის მარჯვენა სანაპიროზე. მდინარის გასწვრივ ნინევიის ნანგრევებია და ქურთისტანის მთების ძირი. მის მწვერვალთაგან უმაღლეს, მოსულიდან და ხანდახან სინჯარიდანაც რომ მოჩანს, ჯებელ ჯუდი ჰქვია. ზღვის დონიდან 6854 ფუტია მისი სიმაღლე. ადგილობრივი ტრადიციის თანახმად, სწორედ მასზე გაურიყავს წყალს ნოეს კიდობანი. მოსულის ქვემოთ ზაგროსის მთათა სისტემიდან 3 მდინარე ჩაედინება და ძალას სმატებს დინებას. დიდი ზაბის შენაკადი, რომელიც ჰაქიარის მთებიდან მოედინება, მცირე ზაბი, რომლის სათავეები როვანდუზის აღმოსავლეთით და სამხრეთითაა, და დიალას ვრცელი ველი, რომლის გასწვრივაც გადის ძველი სავაჭრო გზა ბაღდადიდან ჰამადანამდე, ქერმანშაჰამდე და აღმოსავლეთის ბაზრებამდე. სირიასა და მესოპოტამიას შორის ვაჭრებისა და ქარავნების მგზავრობას ხშირად ომები უშლიდა ხელს. ეგვიპტური იეროგლიფებითა თუ ნინევიის და ბაბილონის ლურსმული დამწერლობით შესრულებული ტექსტები დაუსრულებლად გვიამბობენ იმ ბრძოლების შესახებ, გზის ორივე ბოლოში მდებარე იმპერიებს შორის რომ ჩაღდებოდა და ხანდახან ხალხების ერთიანად გადასახლების მიზეზიც კი გამხდარა, რათა პირამიდების, არხებისა და სხვაგვარი ინფრასტრუქტურის მშენებელი მუშახელი არ დალეულიყო. ჩვენს წელთაღრიცხვამდე მერვე საუკუნეში ასურელებმა 10 ებრაული ტომი გადაასახლეს მესოპოტამიაში, მაგრამ 100 წლის შემდეგ აღსრულდა იონას, ნაუმისა და სხვათა წინასწარმეტყველებანი. ქალაქი ნინევია ბაბილონის არმიამ დაანგრია მიდიელ მოკავშირეებთან ერთად. ეს ის ხალხია, რომელსაც ზოგი მეცნიერი ქურთების წინაპრად მიიჩნევს. რამდენიმე წლის შემდეგ ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმი დაიპყრო და 2 გადარჩენილი ებრაული ტომი თან წაიყვანა. ბაბილონის განწირული იყო იმისთვის, რომ რამდენიმე 10 წლეულის შემდეგ მიდიელთა და სპარსელთა კოალიციას დაეპყრო. მათმა მმართველმა კიროსმა, რომელსაც ბერძნები დიდ მეფედ იხსენიებდნენ, მაგრამ თავისი ხალხი შაჰსან შაჰანშაჰს, მეფეთ მეფეს, შაჰინშაჰს უწოდებდა, ებრაელებს პალესტინაში დაბრუნების საშუალება მისცა, თუმცა ბევრი მათგანი მესოპოტამიაში დარჩა, მათ შორის ესთერი, კიროსის ერთ-ერთი კანონმემკვიდრის ბიბლიური ახაშვეროშის მეუღლე. სპარსელებმა დაიპყრეს ანატოლიის ზეგანი, მაგრამ ხმელთაშუა ზღვისა და შავი ზღვის სანაპიროთა გასწვრივ ბერძნები თავიანთ იდენტობასა და კომერციისადმი მიდრეკილებას ინარჩუნებდნენ. ამ ვითარებას ახალი განზომილება დაემატა ძველი წელთაღრიცხვით 401 წელს, როდესაც კიდევ ერთმა კიროსმა, ახაშვეროშის შვილიშვილმა, ბერძნული დაქირავებული არმია სპარსეთის ტახტის დასაკავებლად მიიშველია. ბერძნებმა ანატოლია და ევფრატის მიდამოები ისე გაიარეს, წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ და შაჰის ჯარი ფალუჯის მახლობლად დაამარცხეს, მაგრამ ამ ბრძოლაში ტახტის პრეტენდენტი მოკლეს. ბერძენმა მწერალმა ქსენოფონტემ აღწერა ტიგროსისაკენ მათი უკან დახევა, ისეთ ადგილებამდე, სადაც მდინარე ციცაბო ნაპირებს მიუყვება და დაქირავებული ჯარის მეომრებს ქარდუხოისგან გადანჯულთ, რომლებიც სახელწოდებითაც და ქცევითაც ქურთებს მოგვაგონებენ, მთა ბრძოლით უწევდათ გზის გაკვლევა, რათა ტრაბზონთან შავი ზღვის სანაპიროსათვის მიეღწიათ. 70 წლის შემდეგ კიდევ ერთ ბერძნულ არმიას მოუხდა ბრძოლა ალექსანდრე მაკედონელის მეთაურობით, რომელსაც იმ დროისათვის უკვე დაეპყრო ანატოლია, სირია და ეგვიპტე. ახლა კი ძველი საქარავნო გზით აღმოსავლეთით ტიგროსისაკენ მიიწევდა. შაჰის უკანასკნელი ჯარი ბერძნებმა ერბილის, იგივე არბელა, მახლობლად დაამარცხეს. ალექსანდრე რომ გარდაიცვალა, მის მიერ დაპყრობილი მიწები მისსავე მხედართ მთავრებს შორის გაიყო. სირია და მესოპოტამია ერგო სელევკეს, რომლის მმართველობის პირველი ახალი წლის პირველი დღე ქრისტეს შობამდე 312 წლის 1 ოქტომბერს დაემთხვა. აქედან იწყება არაერთი ხალხისათვის ახალი ხანა, რასაც ზოგი მათგანი დღემდე აღნიშნავს. სელევკემ ტიგროსის მარჯვენა სანაპიროზე ახალი დედაქალაქი, სელევკია დააარსა, ხოლო ალეპოს დასავლეთით კიდევ ერთი ქალაქი,
ანტიოქია. შემდგომი 1000 წლის განმავლობაში ბერძნები თავდაპირველად როგორც სელევკიდების დინასტია, ხოლო შემდეგ როგორც რომის იმპერიის ნაწილი, ჯერ იფართოებდნენ, ინარჩუნებდნენ. შემდეგ კი თანდათანობით კარგავდნენ ალეპოს აღმოსავლეთ სამყაროში მდებარე დომინიონებს. ამ 1000 წლეულის შუახანებში ორ კულტურას შორის მეტოქეობა ორი ახალი რელიგიის მომძლავრებამ გაამწვავა. ორივე ძველ რწმენა წარმოდგენათა გამოძახილი იყო. სპარსეთში აღორძინება ჩვენი წელთაღრიცხვით 226 წელს დაიწყო. არდეშირი, სარდალი, რომელიც თავს ადრინდელ შაჰთა ჩამომავლად აცხადებდა, ტახტს დაეპატრონა და ზოროასტრიზმი სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. 1000 წლით ადრე დაარსებული ამ რელიგიის, რომელიც კვლავაც ცოცხალია აზიის ზოგიერთ ნაწილში, მთავარი ელემენტი ადამიანის სულისათვის ბრძოლაა, რომელიც აჰურა მაზდას, იმავე ჰორმიზდს და აჰრიმანს, ბოროტ სულს შორის მიმდინარეობს. არდაშირის ვაჟმა შაჰფურმა ახალი რეჟიმი გამარჯვების ბეჭდით გაამყარა. ერთხელ მისმა ჯარმა რომის იმპერატორი ვალერიანე და მისი მოლაშქრე ლეგიონები ურფის ციტადელშიც კი შეიტყუა. მოლაპარაკებებში გაწაფულმა შაჰმა იმპერატორი აიძულა, მთელი თავისი არმიით დანებებოდა. ვალერიანე, რომლის დამორჩილების მომენტიც ადრინდელი სპარსი შაჰების სამარხთა მახლობელ კლდეზე ამოკვეთილი, ტყვეობაში გარდაიცვალა. ქრისტეს შობიდან 312 წლის შემდეგ იმპერატორმა კონსტანტინემ გამოაცხადა, რომ ქრისტიანობა აღიარა. რელიგია, რომელიც მრავალწლიან დევნასა და შიდა კონფლიქტებს გადაურჩა და რომელმაც მოწესრიგებული მძლავრი ეკლესია შვა. იმპერატორმა ბოსფორის სრუტეზე ბიზანტიონის ადგილას ახალი დედაქალაქი დააარსა და მას კონსტანტინოპოლი უწოდა. მისი დედა ელენე იერუსალიმში მომლოცველად გაემგზავრა. იქ კი ჭეშმარიტი ჯვრის სახელით ცნობილი რელიკვია აღმოაჩინა. მანიქეველობამ, მესამე რელიგიამ, რომელშიც ქრისტიანული და ზოროასტრული მოძღვრებები იყო შერწყმული, განსაკუთრებით წარმოდგენა სიკეთისა და ბოროტების ძალებს შორის ბრძოლის შესახებ, ბევრი მიმდევარი შეიძინა. მათ შორის გარკვეული დროით თავად შაჰფურიც იყო. მაგრამ საბოლოოდ წინასწარ მეტყველი მანი, რომელმაც ეს რელიგია შექმნა, სპარსელებმა ცოცხლად დაწვეს, ხოლო მისი მიმდევრები საზღვრის ორივე მხარეს იდევნებოდნენ. კონსტანტინეს წარმართი ძმის წული იულიანე ძველი რომის დიდების აღდგენას ცდილობდა. მან ქრისტიანული ეკლესია დაშალა, იმპერიის ადმინისტრაციის რეფორმირება მოახდინა და დასავლეთის პროვინციებიდან ლეგიონები შეკრიბა, რათა გადამწყვეტი ომი წამოეწყო სპარსეთის წინააღმდეგ, რომელსაც ახლა შაჰფურის შვილთაშვილი შაჰფურ მეორე მართავდა. 363 წლის გაზაფხულზე სურსათით დატვირთული საზღვაო ფლოტით იმპერატორმა და მისმა ჯარმა გადაიარეს ევფრატის ველი, გადაკვეთეს მესოპოტამია, ნაბუქოდონოსორის არხის გასწვრივ და შაჰი ტყუპი დედაქალაქების, სელევკიისა და ქტესიფონის გალავნებს გარეთ გამოიხმეს საბრძოლველად. შაჰფური წინდახედულად ელოდებოდა დღის მატებასა და სიცხეების ჩამოწოლას. საბოლოოდ იმპერატორმა საბედისწერო გადაწყვეტილება მიიღო და ლაშქარი უკან გააბრუნა. მისმა ჯარმა გადალახა ტიგროსი, დაწვა თავისი ფლოტის ხომალდები და ჩრდილოეთისაკენ, ქსენოფონის გზით ქურთისტანის მთებისაკენ დაიხია. შუამდინარეთში ზაფხულის თვეებში დიდი სიცხეები იცის. მოუხელთებელი სპარსელი მხედრების მიერ დღისით და ღამით დევნილნი, იულიანეს დამშეული ჯარისკაცები ცხუნვარე მზისაგან გამომწვარი ველმინდვრებით მანამდე მიეხეტებოდნენ, სანამ უმისამართოდ ნატყორცნმა შუბმა, რომელიც როგორც ჩანს ტაის არაბული ტომიდან დაქირავებული რომაელი ჯარისკაცის ნასროლი იყო, იმპერატორი არ განგმირა. მისმა ქრისტიანმა მემკვიდრემ, იმპერატორმა იოვიანემ, შაჰფურთან დადო შეთანხმება, რომლის თანახმად ჯებელ სინჯარი და სხვა ტერიტორიები სპარსეთს რჩებოდა. იმის საფასურად, რომ რომაელთა ჯარს ტიგროსის ხელახლა გადალახვისა და დასავლეთისაკენ გაბრუნების საშუალება მიეცემოდა. 589 წლის 1 ოქტომბერს, შაბათ დღეს, სელევკიდური ხანის მე-10 საუკუნე დაიწყო. მომდევნო 100 წლის მოვლენები ამ წიგნის შემდეგ გვერდებზეა განხილული. ბევრი ამბავი სამუდამოდ ჩაიბეჭდა იმ ხალხების ტრადიციებში, რომლებიც დღეს ახლო აღმოსავლეთის ამ მიწებზე ცხოვრობენ. იოვიანეს ზავმა, რომელიც 200 წლის განმავლობაში ხშირად ირღვეოდა, მაგრამ მუდამ ახლდებოდა, ორ იმპერიას შორის საზღვარი მკაფიოდ გაავლო.
ეს უცნაური თანაარსებობა, რომელსაც ორ მონარქს შორის კორესპონდენციის მიმტან-მომტანი ელჩები ფორმალურადაც ამტკიცებდნენ, ჰუნების საერთო შიშს ეფუძნებოდა. ამ ცენტრალურ-აზიური მოდგმის მომთაბარე ხალხის ველური მხედრები დაუსრულებლად მოიწევდნენ სპარსეთის ჩრდილოეთის საზღვრისაკენ. თურქესტანში გამოკეტილი, კავკასიის მთებით გზა გადაკეტილი ჰუნები დასავლეთისაკენ დაიზრდნენ და გზად ნამდვილი ზვავით ააგორეს. იმ ტომებში, რომლებიც რომის იმპერიის ძველი პროვინციების, ბალკანეთის, დასავლეთი გერმანიის, საფრანგეთის, ბრიტანეთის, იტალიისა თუ ესპანეთის მოსახლეობას შეადგენდნენ. რომის იმპერია, რომელიც ახლა კონსტანტინოპოლიდან იმართებოდა, დედაქალაქის გარშემო მდებარე მიწებით ანატოლიის დაქანებული დაბლობებისა და ხმელთაშუა ზღვისპირა მიწების იმ ზოლის ამარა დარჩა, სადაც ნახევრად დაცარიელებული ქალაქები ათენი, ანტიოქია და ალექსანდრია, კართაგენი და კარტახენა, ნეაპოლისი და რომი შედიოდა. ამ კატასტროფების დროს მართალია გიბონი მათ გამომწვევ მიზეზად ამ რელიგიას ასახელებს, მაგრამ თანამედროვეებს საუკეთესო თავშესაფრად მიაჩნდათ. იმპერიის ოფიციალურად აღიარებული რელიგია ქრისტიანობა გახდა. იმპერატორი წმინდა სოფიოს ახლადასრულებული ტაძრის მახლობლად მდებარე სასახლიდან თავად მართავდა და სათავეში ედგა პატრიარქების, მიტროპოლიტების, არქიეპისკოპოსებისა და წვრილი სამღვდელოების იერარქიას. დასავლეთში რომის არქიეპისკოპოსი, შემდგომ მას პაპად მოიხსენიებთ. მისიონერულ სამუშაოს ასრულებდა დაპყრობილ ტერიტორიებზე და დროთა განმავლობაში ადგილობრივი მმართველები ქრისტიანობაზე მოაქცია. მესოპოტამიაში ბევრი ქრისტიანი ცხოვრობდა. შაჰების მიერ მრავალწლიანი დევნისა და შევიწროების შემდეგ მათ ბოლოს და ბოლოს შექმნეს იმპერიისაგან გამოცალკევებული დამოუკიდებელი ეკლესია, რომლის პატრიარქი სელევკიაში ცხოვრობდა. სპარსეთის კარზე კი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. თუმცა ახალი ეკლესიისადმი, რომელსაც ნესტორიანული ეწოდა, რადგან ზოგი მისი დოგმატი კონსტანტინოპოლის მე-6 საუკუნის დროინდელი პატრიარქის ნესტორის დოქტრინებიდან მომდინარეობდა. შემწყნარებლური დამოკიდებულების მიუხედავად, სპარსეთში ოფიციალურ რელიგიად კვლავაც ზოროასტრიზმი რჩებოდა, ხოლო გაქრისტიანება სიკვდილით ისჯებოდა. სამრეკლოების აშენება იკრძალებოდა. ლოცველებს ეკლესიებში ხის საჩხაკუნო ნაკეთობით უხმობდნენ. ორი იმპერიის საზღვრის ორსავე მხარეს ქრისტიანული ეკლესიის სულიერ ცხოვრებას ძალას მატებდა იმ ბერმონაზონთა მოღვაწეობა, რომლებიც მორჩილებს მღვდლობისთვის ამზადებდნენ და მომავალი თაობებისათვის წმინდა წიგნების ხელნაწერებს თარგმნიდნენ. დედათა და მამათა მონასტრები იყო ტურ აბდინის ზეგნის მთელ გაყოლებაზე, დერ ეს ზაფარანიდან მარ ბენამამდე. მარ იუნისამდე ფიქრობენ, რომ სწორედ აქ არის იონა წინასწარმეტყველის საფლავი და მარ მატაიმდე, ტიგროსის მარცხენა მხარეს. ზოგი მონასტერი თავისივე მეურნეობით ირჩენდა თავს, სხვები მომლოცველთა შემოწირულობებით. ყველაზე უწვრთნელ და გამოუცდელ ბერებს წმინდა რელიკვიების სოფელ-სოფელ ჩამოტარება ევალებოდათ. მათ შორის წმინდანთა ნეშტის მტვერთან შეზელილი თიხის ბურთულებისა, რათა გზადაგზა შემოწირულობები შეეგროვებინათ. ადამიანთაგან ყველაზე დაშორებულ ადგილებში ბერები ჭვრეტელობასა და ლოცვაში ატარებდნენ სიცოცხლის დღეებს, როგორც მაგალითად სვიმეონ მესოტე, ალეპოს ჩრდილო-დასავლეთით მდებარე გორაგზე აღმართულ სვეტზე. მისი ხსოვნის აღსანიშნავად შემდეგ ამ ადგილს ჯებელ სემანი ეწოდა. ერთ-ერთი წმინდანი ლალიშის ველზე მდებარე ქვაბულში, ნინევიის ჩრდილოეთით და სხვანი. ეკლესიის შიგნით რელიგიის გამარტივებას ემხრობოდა იაკობ ბარადეუსი, მორცხვი, რომელმაც მთელი ანატოლიის, მესოპოტამიის, სირიისა და ეგვიპტის ტერიტორიებზე მოქმედი იატაკქვეშა სირიული მონოფიზიტური ეკლესია დააფუძნა. მისი მიმდევრები, რომელთაც ერთნაირად გმობდნენ იმპერატორები და ნესტორიანელები, ცნობილნი იყვნენ როგორც მონოფიზიტები ან იაკობიტები. მათგან ერთ-ერთი გაბრიელ სინჯარელი, რომელიც ნესტორიანელებმა ორცოლიანობის გამო განდევნეს, შაჰის საყვარელი ცოლის პირადი ექიმი გახდა. მოვლენათა ის ჯაჭვი, რომელმაც ბერძენთა და სპარსელთა დაპირისპირებას ბოლო მოუღო და ალეპოს აღმოსავლეთით მდებარე სამყაროს ის სახე მისცა, რომლითაც მან დღევანდელობამდე მოაღწია, 590 წელს იწყება.
საბრძოლოდ კარგად დაცულ ჩრდილო-აღმოსავლეთის საზღვართან, რომელსაც ახლა თურქები ემუქრებოდნენ, სპარსი სარდალი შაჰს აუჯაღდა, რის შემდეგაც დიდებულთა ჯგუფმა დედაქალაქში ტახტიდან ჩამოაგდო და დააბრმავა შაჰი, ხოლო ტახტზე მისი ვაჟი ხოსრო დასვეს. აჯანყებულთა არმია ამას არ დასჯერდა. ქტესიფონისაკენ დაიძრა და სასახლის დაცვა განაიარაღა. ხოსრომ ბრძანება გასცა მამამისი ტყვეობიდან გაეთავისუფლებინათ. თავად კი გადაცმული გაიქცა და ევფრატით ბიზანტიის სასაზღვრო ტერიტორიას მიაღწია, ბუსეირის სიახლოვეს. აქ უწინდელმა მეფემ თავშესაფარი სთხოვა ღამის მცველებს. სტუმართმოყვარე იმპერატორმა მორისმა მას თავშესაფარიც მისცა და ბერძენი ცოლიც შერთო. რაც მთავარია, ჯარიც უბოძა, რომელმაც უზურპატორი დაამარცხა და ხოსრო ტახტზე აღადგინა. 12 წლის შემდეგ ყველაფერი პირიქით მოხდა. მორისი ამბოხებულმა ჯარმა მოკლა და იმპერატორად თავიანთი მეთაური გამოაცხადა. შაჰი ხოსრო მორისის სავარაუდო ვაჟის თანხლებით იმპერიაში შეიჭრა. დაიპყრო მარდინი, ურფა, ალეპო, ანტიოქია და ღრმად შეაღწია ანატოლიაში. დაახლოებით ამ დროს ტიგროსის მარჯვენა სანაპიროზე ნინევიის მოპირდაპირედ ახალი ციხესიმაგრის მშენებლობა დაიწყო. ალეპომდე და დასავლეთამდე მიმავალ გრძელ გზაზე დასაბანაკებლად, შემდეგ მას მოსული ეწოდა. ბიზანტიის მარცხისა და სირცხვილის წლები ხოსროს დიდების ხანად იქცა. შაჰმა, რომელმაც დაიფიცა, ქტესიფონში ფეხს აღარ დავდგამო, ახალი სასახლე დასტაგერთან, ზაგროსის ქედის მთისწინეთში აიშენა. აქ სპილოებით, სირაქლემებითა და ფარშავანგებით გარემოცული შაჰი ყოველდღიურად 1000 ოქროს იღებდა გადასახადების ამკრებ ვინმე იაზდინისაგან, კეთილშობილი წარმოშობის კირკუკელი ნესტორიანელისაგან, რომელიც ხოსროს ისე უყვარდა, როგორც ფარაონს იოსები, შესაძლოა უფრო მეტადაც. ხოსროს ორი ქრისტიანი ცოლი ჰყავდა, მარიამ ბერძენი და შირინი, ზღაპრული სილამაზის ხუზისტანელი ქალი, რომელსაც ზემოხსენებული ექიმი გაბრიელ სინჯარელი სისხლის გამოშვებით მკურნალობდა, რის შემდეგაც შირინმა ვაჟი შვა. სწორედ იმ ხანად იმპერატორ მორისის მკვლელი ბიზანტიელმა სარდალმა ჰერაკლეოსმა დაამხო და სპარსეთს მოლაპარაკება შესთავაზა. მაგრამ ხოსროს, რომელსაც ახლა ზედსახელად ფარვიზი შერქმეოდა, რაც გამარჯვებულს ნიშნავს, ამ საყოველთაო გამარჯვებისა და შესაბამისი როლის შენარჩუნება ერჩივნა. მისმა ერთმა არმიამ ანატოლია ბოსფორის გასწვრივ გადაიარა. იქ დაბანაკდა და ჩრდილოელ ბარბაროს მოკავშირეებთან ერთად კონსტანტინოპოლზე ერთობლივი თავდასხმისთვის შეუდგა მზადებას. კიდევ ერთი ლაშქარი, რომელსაც სპარსეთის სარდალი შაჰრბარაზი ხელმძღვანელობდა, სამხრეთისაკენ გაემართა. დამასკო და იერუსალიმი დაიპყრო, სადაც წამების დროს პატრიარქმა ჭეშმარიტი ჯვრის სამალავი ადგილი გასცა და თქვა, რომ იგი ბოსტანში იყო დამარხული. ეს ნადავლი შეიფუთა და სხვა ნაძარცვ ნაალაფართან ერთად გადასახადების ამკრებთან გაიგზავნა. იაზდინმა, რომელიც ნესტორიანელთა შორის მორწმუნეთა თავადის სახელით იყო ცნობილი, დიდი ნადიმი გამართა, გართობა თავშექცევათა ისტორიაში მართლაც გამორჩეული, რომელზეც ჭეშმარიტი ჯვარი ოფიციალურად გადაეცა ხოსროს. ამ უკანასკნელმა კი დაუნანებლად უბოძა უფლება მასპინძელს ჯვრის ნაწილი დაეტოვებინა. სპარსეთის ჯარებმა კი ეგვიპტის დასაპყრობად გააგრძელეს გზა, მაგრამ ამ დროს ავის მომასწავებელმა ნიშნებმა იჩინა თავი. მოგუნდათმა, სპარსმა მხედართ მთავარმა, პალესტინაში ჯარი მიატოვა და ბერად აღიკვეცა ქრისტიანულ მონასტერში, სადაც რამდენიმე წელიწადს დარჩა ანასტასიოსის სახელით, მანამდე სანამ არ დააპატიმრეს. სამხრეთით, მექაში, ერთმა წინასწარმეტყველმა ბერძნების საბოლოო გამარჯვება იწინასწარმეტყველა და მეგობარს ურჩია 100 აქლემზე დანაძლევებულიყო, რომ ეს 9 წლის განმავლობაში მოხდებოდა. მართლაც, ჰერაკლეოსი, რომელიც გიბონს ისე მოსწონდა, რომ ძველებიდან დიდ სციპიონს ადარებდა, ახალთაგან კი ჩერჩილს დროს უქმად არ კარგავდა. დაგროვილი საეკლესიო ნაალაფარიდან საომარი სახსრების შეგროვებას მიჰყო ხელი. დედაქალაქის კედლები კარგად გაამაგრა, რათა საიმედოდ დაცული დაეტოვებინა. შემდეგ ბოსფორი გადალახა, ჩრდილოეთ ანატოლიაში გადავიდა, გზად ჯარის რეფორმირებას შეუდგა და სულ ბრძოლებით გადაიარა
აზერბაიჯანის მუღანის სტეპები, სადაც ურმიისა და ვანის ტბების მიდამოებში მცხოვრები სპარსელები დააწიოკა. 627 წლის სექტემბერში ჰერაკლიოსმა დიდი ლაშქრობა წამოიწყო. რაკი სპარსელები ურმიის ტბის აღმოსავლეთით ეგულებოდა, სამხრეთ-დასავლეთისაკენ გაეშურა, ჯერ მთის უღელტეხილებითი არა. შემდეგ მდინარე დიდი ზაბის გასწვრივ ტიგროსის აღმოსავლეთით ტერიტორიისაკენ. მაშინ უცნაური ამინდი იდგა. წლის დასაწყისში მომხდარი მზისა და მთვარის დაბნელებებს ხანგრძლივი უმზეობა მოჰყვა და ოქტომბრიდან მოყოლებული მზე ღრუბლებს არ გამოსცდენია. 12 დეკემბერს ჰერაკლეოსმა სპარსელები ნინევიის ბრძოლაში დაამარცხა და წინააღმდეგობის გარეშე მიაღწია ტიგროსის ველამდე. შობაკი იაზდინის გაუკაცურებულ და გავერანებულ მამულში იზეიმეს. კირკუკის მახლობლად. იმ დროისთვის მორწმუნეთა თავადი უკვე გარდაცვლილი იყო, მისი ოჯახი კი გაღატაკებული. რამდენიმე დღის შემდეგ ავადმყოფობით დასუსტებული, მის სინჯარელ მკურნალსაც დიდი ხნის წინ დაეტოვებინა საწუთრო და ქრისტიანთა საჩხაკუნოებისგან თავგაბეზრებული შაჰი დასთაგერდიდან საძულველ ქტესიფონში გაემგზავრა. ჰერაკლეოსმა 12 დღე ათვალიერა სასახლის ნანგრევები და შემდეგ სამხრეთისაკენ გაეშურა. თან წინა წლებში დატყვევებული უამრავი ჯარისკაცი გაათავისუფლა, მაგრამ ანასტასიოსის გადარჩენა უკვე დაგვიანებულიყო. იგი მოწამეობრივად აღესრულა 628 წლის 22 იანვარს. თებერვალში ჰერაკლეოსმა გადაწყვიტა ჯარი ჩრდილოეთისაკენ მთებით წაეყვანა და ამ გადაწყვეტილებით უძლიერესი ქარბუქი აირიდა. უღელტეხილები დიდმა თოლმა დაფარა, თუმცა მზვერავებმა მაინც მოასწრეს მისთვის მესოპოტამიიდან გასაოცარი ცნობების ფრაგმენტულად მიტანა. აპრილში ცაზე მზე გამოჩნდა და სპარსელთა შიკრიკმაც დაადასტურა, რომ იაზდინის ვაჟის შამთას შეთქმულთა ჯგუფს შეეპყრო შაჰი, რომელიც მეტისმეტად დასუსტებულიყო და გაქცევა ვერ მოეხერხებინა და რომლის თვალწინ სიკვდილით დაესაჯათ მისი ყველა ვაჟი ერთის გარდა. ტახტზე კი მარიამ ბერძენის ვაჟი დაესვათ, რომელიც ახლა იმპერიას მშვიდობას თავაზობდა. საზავო პირობებზეც მალე მოხერხდა შეთანხმება. როცა იმპერატორი აუჩქარებლად ბრუნდებოდა შინისაკენ, გზად ჯუდის მთასთან შეჩერდა, სადაც გადმოცემით ნოეს კიდობანი შეჩერებულა. ამ დროს ქტესიფონში დანაშაულის ჩამდენთათვის ზღვევის დრო უკვე დამდგარიყო. ხოსრო ფარვეზი მოკლეს. იგი ციხეში სიცოცხლეს გამოასალმა ერთ-ერთმა შეთქმულმა. შამთაკი, რომელსაც იარაღის გასვრა არ სურდა, ამ სცენას მხოლოდ თვალს ადევნებდა. შირინის ბედი უცნობი დარჩა. შამთას მალევე გაუფუჭდა ურთიერთობა ახალ შაჰთან, რომელმაც იგი დასავლეთისაკენ გაქცევისას შეიპყრო. მისთვის მარჯვენა ხელი მოაკვეთინა და ციხეში უკრა თავი. გაზაფხულზე თოვლი დადნა და ტიგროსი ისე ადიდდა, რომ ბუნებრივად გაჩნდა ახალი არხი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არსებობდა და დამაზიანებლად ტბორავდა დიდ ჭაობებს ტიგროსსა და ევფრატს შორის. ამას გარდა შავმა ჭირმა ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის შაჰისაც, რომელიც ტახტზე მისმა ვაჟმა შეცვალა. ზავის პირობებით სპარსული არმია მის მიერ დაკავებული პროვინციებიდან გავიდა. ხოლო 630 წლის მარტში იერუსალიმის აღდგომის ეკლესიაში შევიდა, რომელიც სპარსელთა იქ ყოფნისას ჯერ დაწვეს, შემდეგ კი იაზდინის ხარჯით ხელახლა აშენეს, რათა მისთვის ჭეშმარიტი ჯვარი ეძღვნა ხელახლა. მუჰამედს ამცნეს, რომ მისი წინასწარმეტყველება ზედმიწევნით აღსრულდა. ერთი თვის შემდეგ ბოსფორზე მდგარი სპარსული არმია, რომელსაც შაჰრბარაზი მეთაურობდა, ხელახლა შევიდა ქტესიფონში. შაჰრბარაზმა ტახტიდან გადააყენა და მოაკვლევინა მცირეწლოვანი შაჰი. შემდეგ კი 40 დღეს იმეფა, სანამ თავადაც არ მოკლეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ხანმოკლე მმართველობისას დიზენტერიით იტანჯებოდა, შაჰრბარაზს საიმისო ძალა მაინც აღმოაჩნდა ადრე მომხდარის გამო ანგარიშსწორება დაეწყო. შამთა, რომელმაც მანამდე ახალი შაჰის ქალიშვილი შეურაცხო, ციხიდან გამოათრიეს და სელევკიის მთავარი ქრისტიანული ტაძრის კარიბჭეზე ჯვარს აცვეს. იეზდინისა და მისი ვაჟის შესახებ ხსოვნა დროდადრო გაიელვებს ხოლმე საუკუნეებში. იმ შაუბნელ ხანას რომ გვაშორებს, თუმცა მათი დიადი თუ მდაბალი საქმეების შთამომავლობას ნესტორიანული ეკლესიის ქრონიკებმა შემოუნახა.
მუჰამედი 632 წელს გარდაიცვალა. მომდევნო 200 წლეულის განმავლობაში არაბებმა მთელი ახლო აღმოსავლეთი დაიპყრეს. ავღანეთიდან მოსულამდე, ალეპოსა და ნილოსამდე. იეზდეგერდ მესამე, ხოსროს და შირინის შვილიშვილი დევნილად გარდაიცვალა თურქესტანში. ანატოლია ჯერაც ბიზანტიელებს ეკავათ, მაგრამ სამეფო კარი სიცილიაში იყო გადასახლებული. კონსტანტინოპოლი ალყისათვის ემზადებოდა. არაბთა ახალი იმპერიის ძირითადი კანონი ისლამი იყო. ახალი რელიგია, რომელიც ყურანში მუჰამედის მიერ განდობილ სწავლებას, ასევე მის მოსაზრებათა საგულდაგულოდ შენახვის ტრადიციას ეფუძნებოდა. იგი პატივისცემას გამოხატავდა ძველი აღთქმისა და მის წინასწარ მეტყველთა მიმართ, აღიარებდა ქრისტეს სიქველეებს, მაგრამ არა მის ღვთაებრივ წარმოშობას. ამის გამო მისი მიმდევარი ხალიფები უფლებას აძლევდნენ წიგნის ხალხს, ქრისტიანებს, ებრაელებსა და საბაელებს. ამ უკანასკნელთა რელიგია ახლა გამქრალია. ეცხოვრათ თავიანთი რწმენის მიხედვით და გადაეხადათ საგანგებო სულობრივი გადასახადი, რომელსაც თითოეული აღმსარებლობის უმაღლესი სასულიერო პირებისაგან იღებდნენ სამხედრო სამსახურის სანაცვლოდ. ამის საპირისპიროდ ზოროასტრიზმი ძალას კარგავდა და სპარსეთი ისლამის დასაყრდენ ფორპოსტად იქცა. იაკობიტურ ეკლესიას იმპერატორები აღიარებდნენ. ამიტომ იგი მათ დროს ყვაოდა, ხოლო ნესტორიანელები, რომლებიც გრძნობდნენ, რომ მიდიელთა და სპარსელთა კანონებისაგან მალე აღარაფერი დარჩებოდა, არაბ დამპყრობლებთან თანამშრომლობდნენ. ძველი პრივილეგიები და ქონებაც მათი მეშვეობით განიმტკიცეს. ჰორმიზდმა, ნესტორიანელმა მღვდელმთავარმა ხუზისტანიდან ახალი მონასტერი დააარსა ალყოშის მთიანეთში. ალყოში მოსულიდან ჩრდილოეთით 30 კილომეტრში მდებარეობს და წინასწარ მეტყველ ნახუმის დაბადების ადგილად არის მიჩნეული. სხვა ნესტორიანელი მისიონერები აღმოსავლეთისაკენ დაიზრნენ და ეკლესიები დააარსეს ცენტრალურ აზიაში, ჩინეთსა და სამხრეთ ინდოეთში, მალაბარისა და კორომანდელის სანაპიროების გაყოლებაზე. ამ დროს დამპყრობლები სისხლიან ბრძოლებში იყვნენ ჩართულნი. აბუბაქარი, მუჰამედის პირველი თანამორწმუნე და მიმდევარი, სწორედ ის, ვინც ასახლემზე დანაძლევდა, და ომარი, შემდეგი მოსაყდრე, პირად ძალაუფლებას იმტკიცებდნენ იმის წყალობით, რომ მოციქულის ახლო მეგობრები იყვნენ. მესამე ხალიფა, ოსმანი, მართალია ისლამის წესზე დიდი ხნის მოქცეული იყო, ამბოხებულებმა დაამხეს და მოკლეს. მმართველად კი ალი აირჩიეს, რომელიც ერთდროულად მუჰამედის ბიძაშვილიც იყო და სიძეც. შემდეგ სამოქალაქო ომი დაიწყო ალის, რომელმაც დედაქალაქი მედინიდან ქუფაში, ევფრატზე მდებარე ქალაქში გადაიტანა და ომაიადის კლანს შორის, რომელსაც მიეკუთვნებოდა თავად ოსმანი, მაგრამ ახლა ორი ბიძაშვილი ედგა სათავეში, მუავია იბნ აბუ სუფიანი, სირიის მმართველი და მარვან იბნ ალ-ჰაქამი, ოსმანის მთავარი ხაზინადარი. მუავიამ მოახერხა ცივი გონებით ემართა ქვეყანა და ამიტომ 20 წელიწადს გრძელდებოდა მისი მმართველობა. იგი დამასკოს სასახლიდან უძღვებოდა დაპყრობით ომებს ლიბიაში, ტუნისსა და თურქესტანში, მაგრამ ყველაზე მეტად ერთ ქალაქს ნატრობდა, როგორც გამორჩეულ ჯილდოს, კონსტანტინოპოლს. საამისოდ მუავიას შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცა 668 წელს. ბერძენი იმპერატორი კონსტანტი სიცილიაში იყო, ხოლო დედაქალაქში მმართველად მისი ვაჟი ჰყავდა დატოვებული. ანატოლიაში ბიზანტიის არმიის მეთაურის საფორი, რომელიც სპარსული წარმომავლობისა იყო, აჯანყდა. მუავია კი მას შეჰპირდა, რომ ტახტისათვის ბრძოლაში მას თავის სამხედრო კონტინგენტს მიაშველებდა. თუმცა, როდესაც არაბთა ჯარებმა მალათიას მიაღწიეს, საფორი მკვდარი დახვდათ. იგი ცხენს გადმოეგდო და დაღუპულიყო და ამბოხებაც ასე დასრულდა. თითქმის იმავე დროს მოვლენათა თანმიმდევრობა და მიზეზ შედეგობრივი კავშირი ჩვენთვის უცნობია. მოხდა შემდეგი ამბავი. მოძულებულმა იმპერატორმა კონსტანტმა სირაკუზაში დაფნე საბანოს მიაშურა. იმ მომენტში, როცა თვალში ჩასულმა საპონმა დააბრმავა, აბანოს მსახურმა მოკლა. ლითონის სასაპნე ჩაარტყა თავში. შეთქმულებმა იმპერატორად ადგილობრივი ჯარის სარდალი გამოაცხადეს. ბიზანტიის დედაქალაქმა კი ბოლომდე კონსტანტის ვაჟს უარტყულა. ანატოლიაში მყოფმა არაბებმა როგორღაც მოახერხეს და მიაღწიეს ქალკედონიამდე. ახლა მას ქადიქიოი ეწოდება, რომელიც ბოსფორის აზიურ მხარეს მდებარეობდა. აქ შიმშილისა და სნეულებებისაგან ძალა გამოცლილმა ჯარმა გამოიზამთრა
თან დიად ქალაქს გასცქეროდა, რომელიც სრუტის ცივ, მოლივლივე წყალზე ისეთ სიმციმებდა, როგორც მირაჟი. ხალიფა დაუცველი ანატოლიისაკენ აპირებდა ჯარის გაგზავნას, ბოსფორის მეწინავე საგუშაგოს გასამაგრებლად. მისმა ვაჟმა, იეზიდმა, რომელიც 26 წლისა იყო და რომელსაც სულ ახლახან ეკორწინა ახალ ცოლთან, ამ მოვლენებისადმი თავისი არხეინი გულგრილობა ასეთი უცნაური თანამედროვე ლექსით გამოხატა. დეირმორანში ხალიჩებზე ნაზად მიწოილს, როცა დილის თასს ვაცარიელებ და ომ ქოლთუმი გვერდით მყავს, მადარდებს ვითომ სახადი და ციებ ცხელება რომ მუსრავს ჩვენს ჯარს ქალკედონში. მაგრამ სხვები მუჰამედის აღთქმას იხსენებდნენ. სამოთხეს რომ ხპირდებოდა პირველ მუსლიმებს, რომლებიც კონსტანტინოპოლზე იერიშს მიიტანდნენ. ხალიფ ომარის ვაჟმა აქ თავად გამოთქვა ბრძოლის სურვილი. ასევე მოიქცა აბდალა იბნ ზუბაირი, ხალიფ აბუ ბაქრის შვილიშვილი და მუჰამედის ძმისშვილი. ამ სამხედრო ექსპედიციაში მონაწილეობის სურვილი აბუ აიუბმაც კი გამოთქვა, მუჰამედის უკვე მხცოვანმა მეგობარმა. 669 წელს ხალიფას არმიამ, რომელსაც იეზიდი სარდლობდა, ქალკედონს მიაღწია. არაბი ისტორიკოსები, რომელთა ცნობებსაც ბერძენი მემატიანეები არ ადასტურებენ, წერენ, რომ მუსლიმთა ჯარმა სრუტე წინააღმდეგობის გარეშე გადალახა და კონსტანტინოპოლისაკენ დასავლეთის მხრიდან წაიწია. ბერძნები ქალაქის გალავნის შიგნით თავს დაცულად გრძნობდნენ, მაგრამ მტრის განდევნა ვერ შეძლეს. რამდენიმე კვირიანი ალყის შემდეგ არაბებმა ჯარი უკან დახიეს. მათ ბრძოლის ველზე დარჩათ აბუ აიუბის საფლავი. იგი იერიშის დროს გარდაიცვალა და იეზიდს სთხოვა წინსვლისას არაბთა მიერ მიღწეულ ყველაზე შორ ადგილას დაეკრძალა. იეზიდი დიდებით დაბრუნდა დამასკოში. თან გაიყოლა ანატოლიის ქალაქებიდან წაღებული ნაალაფარი და ურიცხვი ამბავი ნამდვილი თუ გამოგონილი გამარჯვებების შესახებ, რომელთა ხსოვნით ჯერაც მდიდარია აღმოსავლეთის ფოლკლორი. მუავია 680 წელს გარდაიცვალა. თავის მემკვიდრედ მან იეზიდი გამოაცხადა. გონება ცივი და ანგარიშიანი მამისაგან განსხვავებით, იეზიდს მემატიანეები აღწერენ უაღრესად კეთილბუნებოვან, პატივმოყვარეობას სრულიად მოკლებულ ადამიანად, რომელიც ყველა ქვეშევრდომს ძლიერ უყვარდა. მას ზულდა სამეფო პომპეზურობა და ისე ცხოვრობდა, როგორც ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე. იეზიდი ხან დამასკოში იმყოფებოდა, ხან ჰავარინში, რომელიც უდაბნოს პირას მდებარეობდა 80 მილის დაშორებით. მუსიკითა და ღვინით ტკბებოდა პოეტებისა და მხატვრების გარემოცვაში, სადაც ქრისტიანებიც ერივნენ და მუსლიმებიც. იეზიდის დედა მაისუნი თავადაც პოეტი, ქრისტიანი არაბი იყო, ისევე როგორც მისი ერთ-ერთი ცოლი. გამოცდილ მხედარს, ძაღლებისა და ავაზების მოყვარულს, ანტილოპებზე ნადირობა უყვარდა, რომლის დროსაც ხშირად მოშინაურებული მაიმუნიც თან ახლდა. ჩამოთვლილთან ერთად მას ის თვისებები აკლდა ქვეყნის მმართველს, რომ ესაჭიროება. სწორედ ამიტომ უწოდებს მას გიბონი, სუსტ და მერყევ ყმაწვილს. მუჰამედის მეორე ახლონათესავი მედინაში ცხოვრობდა, ჰუსეინი, ხალიფა ალის უმცროსი ვაჟი, რომელიც წინასწარმეტყველის ქალიშვილის ფატიმასაგან ჰყავდა და აბდალა იბნ ზობეირი. იეზიდისათვის, როგორც მუავიას მემკვიდრისათვის, ერთგულების ფიცი არც ერთს არ მიუცია. მისი ტახტზე ასვლის შესახებ რომ ესმათ, იეზიდის ხალიფად აღიარებაზე უარი თქვეს და ღამით მექაში გაიქცნენ. ერახში არაბები ასე უწოდებდნენ მესოპოტამიას. ალის ოჯახის მომხრეებმა, რომლებიც იმ დროიდან დღემდე შიიტებად იწოდებიან, ჰუსეინს მოუწოდეს მათ კუფაში შეერთებოდა. 680 წლის აგვისტოში ჰუსეინმა და მისმა ოჯახმა მექა ქარავნით დატოვეს და უდაბნოში 800 მილი ისე იარეს, რომ არაფერი იცოდნენ რა ხდებოდა იმ დროს ერახში. იქაურმა მმართველმა აჯანყება ჩაახშო და ისინი პრაქტიკულად ხაფანგისაკენ მიიწევდნენ. აღსასრული მათ 680 წლის 10 ოქტომბერს წამოეწიათ, ქერბელასთან ახლოს, უდაბნოში. იეზიდისათვის მირთმეულ ოფიციალურ ანგარიშში წერია. ალის ვაჟი ჰუსეინი ოჯახის 17 წევრთან და 60 მომხრესთან ერთად მოვიდა აქ. ჩვენ მათ არჩევანი შევთავაზეთ. ბრძოლა ან გუბერნატორ ობეიდალასათვის უპირობოდ ჩაბარება. მათ ბრძოლა აირჩიეს.
გამთენიისას დავესხით თავს. ჩვენი ხმლების პირები რომ იწვნიეს, მთებისა და გამოქვაბულისაკენ იწყეს გაქცევა. ამ საქმეს დიდი დრო არ დასჭირვებია. სწორედ იმდენი, რამდენიც აქლემის მოკლას ან ერთ ჩათვლემას და დავამარცხეთ. მათ თავებს გიგზავნით. ჰუსეინის გამგზავრება ამაო გამოდგა. გადარჩენილი ქალები და ბავშვები დამასკოში გაგზავნეს, სადაც იეზიდმა მომხდარის გამო სინანული გამოთქვა და ტყვეები შინ. მედინაში დააბრუნა. მაგრამ ჰუსეინის სიკვდილის ხსოვნამ შიიტებს გული გაუსასტიკა და ყველა დროის ისლამი უფრო მძაფრი გახადა. 2 წლის შემდეგ მედინა აჯანყდა. მექას ამ დროს იბნ ზობეირი მართავდა. ხალიფას გაგზავნილმა ჯარმა მედინას გადაუარა, მექა კი ალყაში მოაქცია. მოალყეებმა დიდ მეჩეთს ქვები დაუშინეს. ქააბას ცეცხლი მოედო და მის კედელში ჩატანებული ცნობილი შავი ქვა გამოწვა. ამ საზარელი მოვლენების თანადროულად 683 წლის 11 ნოემბერს ჰოვარინში იეზიდი მოულოდნელად გარდაიცვალა. სიკვდილთან დაკავშირებული გარემოებები უცნობია. არც ისაა ცნობილი, ქერბალაში მომხდარი ამბის გარდა, ან რომელიმე მატიანეში დაწერილი, როგორ აღიქვამდა ხალიფა თავის მოხელეთა დაუნდობლობის შედეგებს. მუსლიმი ისტორიკოსები დანაშაულის მძიმე ტვირთს მასაკისრებენ მისი მმართველობის ჟამს მომხდარ უბედურებათა გამო და დიდხანს ისლამის ნერონად და პონტიუს პილატედაც მიიჩნევდნენ. იეზიდის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ მისი უფროსი ვაჟი და დათქმული მემკვიდრე მუავია მეორე შაუმმა ჭირმა იმსხვერპლა. იგი ტახტზე მერვან იბნ ალ-ჰაკამმა შეცვალა, ომაიადის კლანის უმცროსი შტოს თავკაცმა, რომელიც იეზიდის ქვრივზე დაქორწინდა. მისი უმცროსი ვაჟი ხალიდ იბნ იეზიდი მემკვიდრედ გამოაცხადეს, მაგრამ მალევე გასწიეს განზე და მანაც სამეცნიერო კვლევა ძიებას უძღვნა თავი. იეზიდის კიდევ ერთი ვაჟი, აბდალა, რომელიც მას ომ ქოლთუმთან შეეძინა, სახელგანთქმული ჩუბინი იყო. დაახლოებით 1000 წელია გასული მას შემდეგ, რაც სელევკოსი ქალაქ ბაბილონში შევიდა. სამი თაობის განმავლობაში უძველესი სამყარო სამუდამოდ გაქრა. კონსტანტინოპოლი კვლავ იგერიებდა საიარიშოდ მოსულ მტერს, მაგრამ სხვა ტერიტორიებზე ხალიფების ჯარებს, რომლებმაც მერვანი შეცვალეს, ისლამის ჭირაღდანი შორს, დასავლეთით ტოლედომდე, აღმოსავლეთით კი სამარყანამდე მიჰქონდათ. შიგნიდან კი ომაიადის ხალიფატს კორუფცია და ოჯახური დავები ხრავდა. მერვან მეორე, მერვან იბნ ალ-ჰაკამის შვილიშვილი, მეომარი მმართველი იყო, რომელსაც ჯორი შეარქვეს. იგი ცდილობდა ქვეყანაში წესრიგი აღედგინა, მაგრამ თან გამუდმებით ბრძოლა უწევდა თავისსავე ნათესავებთან. ამას გარდა აბასიდების კლანთან, შიიტებთან და ახალ პოლიტიკურ ძალასთან, რომელსაც მუჰამედის ბიძის ჩამომავლები შეადგენდნენ. 750 წელს აბასიდების არმიამ თურქესტანიდან დაამარცხა მერვანი, მდინარე დიდი ზაბის მარცხენა სანაპიროზე. უკანასკნელი ომაიადი ხალიფა ეგვიპტეში გაიქცა, სადაც იგი შეიპყრეს და მოკლეს. შემდეგ მისი თავი აბასიდების ბანაკში გაგზავნეს, სადაც გამარჯვებულებმა თავად იხილეს მისი წითელი თმა და საქვეყნოდ ცნობილი ცისფერი თვალები, ქურთი დედისაგან გადმოცემული მემკვიდრეობა. აბასიდები ომაიადების კლანის თანმიმდევრულ განადგურებას შეუდგნენ. ხალიფ იეზიდისა და მისი მრავალი მემკვიდრის საფლავებიც კი შებილწეს. ომაიადების რამდენიმე გადარჩენილმა წარმომადგენელმა მუსლიმური სამყაროს სხვადასხვა ქვეყანას შეაფარა თავი. ერთ-ერთმა ესპანეთში ჩააღწია, ხელთიგდო ძალაუფლება და დააარსა დინასტია, რომელიც 300 წლის განმავლობაში მართავდა. ძველი ტრადიცია მოგვითხრობს, რომ უკანასკნელი ხალიფის ოჯახის ზოგიერთმა წევრმა ქურთისტანის მთებში პოვა თავშესაფარი, მაგრამ ომაიადების უმეტესობა ნამდვილი ნადირობის მსხვერპლი შეიქნა. მათ შორის იყო იეზიდის შვილიშვილი, აბუ მუჰამედი, შვილი მისი იმ ჩუბინი ვაჟისა, რომელიც არაბეთში მოკლეს. მართალია აბასიანთა დინასტია ძალადობრივი ხერხებით დაწინაურდა, მათი მმართველობის პერიოდი კონსოლიდაციის ხანად იქცა, თუმცა მისი შემდგომი დაკნინება ლეთარგიული ძილით დასრულდა. ქტესიფონიდან რამდენიმე მილის დაშორებით ტიგროსის აყოლებაზე ახალი დედაქალაქი, ბაღდადი დაარსდა. დაპყრობითი ომები შეწყდა. ვაჭრები თავისუფლად მიმოდიოდნენ. ხელოვნება და მეცნიერება ყვაოდა.
მე-19 საუკუნის დასაწყისში არაბმა ასტრონომებმა სინჯარის უდაბნოში დაკვირვების საფუძველზე გრძედის ორ მერიდიანს შორის მანძილი დაადგინეს. დროთა განმავლობაში ხალიფებმა დაკარგეს გავლენა ბევრ იმ ტერიტორიაზე, რომლებიც თავიანთ სამფლობელოებად მიაჩნდათ. მე-10 საუკუნეში ერთმა შიიტურმა დინასტიამ, რომელიც მუჰამედის ქალიშვილის ფატიმას ჩამომავალი იყო, კიდევ ერთი ხალიფატი დააფუძნა ჩრდილოეთ აფრიკასა და ეგვიპტეში. არაბეთში კი ერთხანს რადიკალური შიიტური სექტა დაწინაურდა, რომელმაც მომლოცველობა აკრძალა და ფაქტობრივად 20 წლით გააქრო მექის შავი ქვა. ერაყში სპარსული წარმოშობის შიიტურმა მეომრულმა დინასტიამ იერიში მიიტანა ბაღდადზე. ხალიფთა ძალაუფლების უზურპირება მოახდინა და 100 წლის განმავლობაში მართავდა. ისლამმა გაუძლო ამ ქარტეხილებს, სწორედ ისე, როგორც ქრისტიანობამ მოიტოვა უკან რომის იმპერია. დღეების, წლების, საუკუნეების განმავლობაში იმეორებდნენ მორწმუნენი დღეში 5-5 მაჰმადიანური სარწმუნოების რიტუალურ ლოცვებს. ხალიფატისაგან დაშორებულ მიწებზეც კი მმართველები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მეჩეთებისა და ისლამის შესასწავლად განკუთვნილი დაწესებულებების მშენებლობაში. მე-11 საუკუნეში კი ახალმა მოძრაობამ დაუარა პოლიტიკურად დაყოფილ, მაგრამ არსით ერთგვაროვან მუსლიმანურ სამყაროს.